გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. ყაზბეგის რაიონ სოფელ ფხელშეში ვიმყოფებით. კოლხიბაშვილების გვარის შესახებ უნდა მოგითხრათ. პირველი კოლხიბაშვილი იყო დია. ბიძინა ერქნია და დიას ეძახოდეს. და ორი ბიჭი და ორი გოგო ჰყავდა. ძიას ისტორია რომ მომიყვეთ, როგორ გაიზარდა, როგორ მოხდა პირველი კოლხიბაშვილი? ძია დამრჩალი იყო ობოლი. არავინ რო არ ყავდა თურმე იმ კაცს. ესე გადაყოლება დიდი ადგილები ჰქონიყო რა იმ კაცსა და ამით დაინტერესდა ზოგი და ის ბიჭი მიიყვანეს თავისთანად და დიდენ და დაწერეს თავის გვარზე. დაწერეს ჩქარეულობაზე. ხო იყო ის კარგა ხანსა, მაგრამ მე ვიღაცა უთხრა როგორღაცა რომ შენ არ ხარ ჩქარეული. შენ ხარ კოლხიბაშვილი და ნუ დახკარგავ შენ გვარსა და შენს მომავალს დაახვედრე შენი ნამდვილი გვარი. შეგრე მოიქცა ის კაცი და გადაეწერა ისევ კოლხიბაშვილობაზე. კარკუჩა გაგიგონიათ სოფელი. იქ იყო იმ ვიღაცამ იქ წაიყვანა. და ოჯახა და მაიყვანა ყანობელი ქალი, კობიაშვილი ბაბალე და ეყოლათ შვილები. 3 ბიჭი და 2 გოგო. თქვენი ციხესიმაგრე გვაქვს კოლხიბაშვილი? საკუთარი. ქონიყოთ საკუთარი ციხე. მან თურმე ცხოვრობდეს ეს კოლხიბაშვილები. მან ციხესთანვე, მან ეხლა კი ხატი არის იქ ქალების ხატს ვეძახით, სურათიც არა, რაიმე ადგილიც დავდიოდით იქ ძლები რაიმე. იმ კიბეზე რო ახვიდოდი, იქ დამაღლა ოთახები გადატეხრულებით, ეთყობა რომ გადატეხრულები ყოფილიყო და ცხოვრობდეს თურმე იქა. და ჩემმა მამამ თილმა მაიგონის კი რომ გამოჩნდა რაიღაც ავადობა, ჭირიო. ბავშვებს ეყრებოდა და ამათიც ერთ ზამთარში 20 ბავშვი დავასაფლავდა. იმ ჭირისა გადახოწილებს. პირველად ჩამოვიდა აქ. როცა დავასკაცდა, როცა ცოლიც მაიყვანა, შვილებიც ყავდა, იქ აღარ შეიძლებოდა ცხოვრება, იმიტომ რომ საშიში იყო, რომ იქ გადავარდებოდნენ ბავშვები. გააკეთა აგე იქ პირდაპირ ჩანს, იგი სახლი რო ჩანს, იმ კისაკეთკე მიწური სახლი. რაი ადამიანი და რაი კაცები უნდა ყოფილიყვნენ, როცა იმ ხელაფები აიტანეს იქა. ბატონ ვაჟა კოლხიბაშვილს გავესაუბრებით ციხესიმაგრის შესახებ. კოლხიბაშვილების ციხესიმაგრეზე ვიმყოფებით თუ სადავართ? ეს ციხესიმაგრე როგორც იყო ჯგუფები იყვნენ აქ, თარიღდებაო მე-12 საუკუნიდან. მაგრამ აი დაბლა არის ნასახლარები. აი დაბლა ეხლა თოვლია ზედადებული და არაჩას. ეს ციხე ამხელა კი არ იყო, ეხლა კედლები რო ჩანს. აგა-იქამდე გაზდევდა კედლები, აგა-იქამდე დაიშალა, საუკუნეები გავიდა იმის მერე და დიდი იყო, იქედან საერთოდ ჩაშლილია. დაახლოებით რომელი საუკუნიდან თარიღდება? ზევით იყვნენ ასულები და ის წარწერები რო ნახეს კედელზე დაწერილები, იქედან გამაიტანეს განაჩენი რომ ეს წარწერა იმ საუკუნიდან, მე-12 საუკუნიდან არის რომ აღრიცხულია. ესე ჩანს რომ მართლა დიდი იქნებოდა სადამდე გაზდევს იქედან, აი ესე კრუგზე იქნებოდა ეს რა თქმა უნდა.
ამის მომსწრები იქნება ხოლმე მე-12 საუკუნის. თქვენი წინაპრები გადმოცემით ვინც გახსოვთ? ბიძიას მამა. პაპა ბიძიას მამა იყო გრიგოლი. ხო, რომელიც შეიძლება ცხოვრობდა აქ. შეიძლება რა გამარიცოდა, ხო. დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ შეიძლება აქ ცხოვრობდა. ნასახლარები ეგემან დაბლა, ეგემან ცხოვრობდა. აი ეგ დაბლა ხა თოვლით გადაფარებული, არაფერი არ ჩანს მანდა. ჩაქცეულია, ქვებია ჩაბრუნებული, ჩაქცეულია. ესე იგი, კორხიბაშვილები ცხოვრობდნენ დაახლოებით ამ მიდამოებში, ამ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, ყაზბეგის რაიონ, სოფელ ფხელშეში. ხო, ეს ზემო ფხელშე ტერიტორია. ეს ტერიტორია არის ზემო ფხელშე, დაბლა არის სოფელი. სოფელი. ფხელშე. კორხიბაშვილები ცხოვრობდით აქ, სოფელ ფხელშეში. და აქედან გავბრალდით, აქ გავბრალდით და გავედით მერე ზოგი თბილისში, ქუთაისში. დაახლოებით რამდენი ადამიანი ხართ კორხიბაშვილები? ერთი 30, ალბათ 40. 30-40 ადამიანი. პატარა გვარი ხართ, სულ რაღაც 30-40-50 ადამიანისგან შედგება, მაგრამ თქვენი ისტორია გვაქვს. სოფელ ფხელშეში. გამარჯობა ბატონო ომარ, დაახლოებით როდის დასახლით ზემო ფხელშეში კორხიბაშვილები? დაახლოებით მე-12 საუკუნეში, ვიცი ეს წინაპრების გადმოცემით, რომ ჩამოსახლდნენ რაჭიდან. რაჭა ახსენეთ, საიდან მოდიხართ, რაჭიდან მოდიხართ კორხიბაშვილები? გადმოცემით ესე ვიცი რაჭიდან წამოსულები არიან რაღაც უთანხმოების გამო იქ რა მოხდა გვარსა და გვარშუა, ანუ ბიძაშვილებს შორის და ჩამოასახლეს ყაზბეგში და შეუცვალეს გვარი და დარჩნენ კორხიბაშვილებად ზემო ფხელშეში დასახლდნენ. შეუცვალეს გვარიო კორხიბაშვილებს და რა გვარები იყო მანამდე? ყობახიძეები. კორხიბახიძეები და გახდნენ კორხიბაშვილები, როდესაც გადმოვიდნენ ზემო ფხელშეში. ვაჟა კორხიბაშვილის გადმოცემით ციხესიმაგრე გაქვთ კორხიბაშვილებს და უფრო დაზუსტებით რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ. როდესაც რაჭიდან გადმოვიდნენ, დასახლდნენ მან. გადმოუვარდათ ბავშვი 2-3 წლის მანდედან და იმის მერე ჩამოსახლდნენ, გამოვიდნენ მანდედან და იმ დღეს დააწესეს ქალების ხატობა. ადიოდა სოფელი, იკლებოდა საკლავი. როცა მოხდა ესე რომ ეს ჭირი და უბედურობა რო იყო და გაწყდა ეს ჩვენი ჯიში, ერთი დამრჩალა 6 თუ 7 წლის პატარა. წაიყვანეს კარკუჩასი მარსაგიშვილებმა, ქიჩეთ ეძახიან, ქიჩეთ გაზარდეს. რო უკვე წამოიზარდა და გახდა სადღაც 13-14 წლის, ამოიყვანეს და უთხრეს რომ აი ეს არის შენი სოფელი, აი ეს არის შენი ადგილი, ეს არის შენი ციხესიმაგრე. ამოვიდა და იმის მერე მოვდივართ იმის ჯიშზე. კორხიბაშვილების გვარზე მუშაობისას შეგვხვდა ესეთი ჩანაწერები მეცნიერის, ეთნოგრაფის, ისტორიკოსის ქალბატონი ვერა ბარდაველიძის, რომელიც იმყოფებოდა 1966 წელს ექსპედიციაში სოფელ ფხელშეში. მთხრობელი არის მიხა ნინიასძე ჩქარეული, 80 წლის ასაკში მყოფი. სამი გორია ძველი, კორხიბაშვილი, ელოშვილი, ჩქარეული. თავდაპირველად კორხიბანი არიან მოსულები, როცა აქ ბჭყალებშია ჩასმული ფხელშეში არავინ იყო. ზეით რო ციხია, ქოხებ ვეტყვით, იქ უცხოვრია პირველად. ანუ პირველად ციხეზე კორხიბაშვილებს უცხოვრიათ. ამ ჩანაწერით ვასრულებთ გადაცემას, მშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.